კონფლიქტი არის სიტუაცია, სადაც მე და შენ ერთდროულად გვინდა სხვადასხვა რამ და ერთმანეთს ხედავთ როგორც დაბრკოლებას იმაში, რომ მე მივიღო ის, რაც მინდა. ანუ შენ ხარ ჩემი დაბრკოლება. და შენ ჩემი. ანუ კონფლიქტის დროს ჩვენ ორივე ერთმანეთში ვხედავთ დაბრკოლებას. ორივეს ერთდროულად რაღაცა გვაწუხებს, არ არის ისე როგორც ჩვენ გვინდა. და გჯერა, რომ დაბრკოლება არის მეორე ადამიანი. იმ მომენტში, როცა კონფლიქტი მაქვს შენთან, მაგ მომენტში ჩემნაირი აღარ ხარ. რას გულისხმობ? დაბრკოლება ხარ, მე ადამიანს ვეღარ ვხედავ. აბა რას ვხედავ? დაბრკოლებას, ბარიერს და ბარიერს ვიშორებ. დეჰუმანიზაცია, როგორც წინაპირობა იმის, რომ იანი ვრჩები, შენ აღარ ხარ, შენ დაბრკოლება ხარ. კონფლიქტი იწყება იქ, სადაც სუფთა სინდისი არსებობს. ანუ არის მხარე, რომელსაც აქვს სუფთა სინდისი. არაძალადობრივი კომუნიკაციის ენაზე რო ვთქვათ, მართალი ებძვის არამართალს. მართალი ებძვის არამართალს. ნუ ჩვენ სინამდვილეში რომ ვიბრძვით, ხო ძალიან გვჯერა რომ მართლები. კი. და მეორე მხარესაც ჯერა რომ მართალი. კი. ორი მხარე არის, რომელსაც გივა ერთდროულად. რაღაც უნდა რაც არ აქვს და ორივე მართალია.